აბერძნეთი, ხო? რომელიც ძველესი ანტიკური პერიოდი არის. მაგ პერიოდის ჩინეთში, როდესაც, რა ვიცი, 10 და 100 მეტი წინ იყვნენ, ვიდრე ბერძნები. და ეს რას უზრუნავს ხაზს იცით? ეს არის ერის ეთნოკულტურა. ესენი არ არიან ხალხი, როგორც არიან ამერიკელები, რომლებმაც თავიანთი იმპერია შექმნეს განადგურებაზე სხვა ერების, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე, მიტაცებაზე, განადგურებაზე. ესენი არიან ერი, რომელიც გონებით, აზროვნებით, ტრადიციით, შრომის მოყვარულობით, სწავლით წავიდნენ წინ. მიდიან დღესაც. ამიტომ თუ კი დაიჭერს საქართველოს და ქართველი ერი ურთიერთობას ასეთ პარტნიორთან, კი, მართალია ძნელია ახლა ჩინური ენის შესწავლა და შესაძლებელი არის ის რომ ჩინური ენა შეისწავლო და თქვა ჩინურ კულტურას ბოლომდე მოერგო, რა თქმა უნდა ძნელია კაცო, მაგრამ არაა სავალდებულო. ის რომ მანდამაინც ენა შეისწავლო და ბოლომდე ასიმილირდე და ასე შემდეგ. პარტნიორად გაიხადო და გქონდეს კონტაქტი და ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელი ქვეყანაც არის ზესახელმწიფო, რომელ ქვეყანასაც შეუძლია შენი როგორც ეკონომიკური განვითარება, ასევე საგანმანათლებლო განვითარება უზრუნველყოს, ტექნოლოგიური განვითარება უზრუნველყოს და ასევე რომლის ინტერესშიც იყოს ის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. დასავლეთის ინტერესში არ არის საქართველოში მშვიდობა და არც არასდროს არ ყოფილა. ეს არის იდიოტიზმი, ეს არის დებილიზმი, სადაც ვინც საუბრობს, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე, ნაყიდი მოღალატე, ვინც საუბრობს იმას, რომ დასავლეთის ინტერესებში არის საქართველოში მშვიდობა. დასავლეთმა საქართველოს რაც მოუტანა, აი ეს არის ფუჩუ, კუტუ, ისა რა ქვია, ცივილკივილი იმაში რა ქვია, პარლამენტში აქციები, მიტინგები, უკაცრავად ტრაკის უფლება, ფუჩუს უფლება, წამლის გაკეთების უფლება და ესეთი უბედურება. აქედან გამომდინარე, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ კი დღეს ქართველი ადამიანი ვერ ხვდება მისთვის უკეთესი რომელია, ცუდად ყოფილა საქმე. არ ვიცი, ქალბატონო, ახლა მე არ ვამბობ იმას, რომ საქართველოს როგორც ევროპეიზაცია არ უნდა მოხდეს საქართველოში, როგორც რუსიფიკაცია არ უნდა მოხდეს საქართველოში, როგორც გათურქება არ უნდა მოხდეს საქართველოში, ისე არ უნდა მოხდეს საქართველოს ჩინეთიზაცია. მაგრამ რაც შეეხება ახლა ენას, თუ ვინმე ჩინურ ენას ისწავლის და თუ ვინმე ჩინეთის მიმართებაში განათლებას მიიღებს, ყველა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ უსამსახუროდ არავინ არ დარჩება და ყველაზე ძალიან წარმატებული მომავალი ექნება. ნუ პრაგმატული თვალსაზრისით მე მახსოვს ერთი თურქეთში მცხოვრები ბერძენი გოგონა იყო, წარმოშობით ბერძენი, რომელმაც და ჩინური შეისწავლა, ჩვენთან იყო ოჯახში სტუმრად და მაშინ მკითხე რომ თუ ასე გაინტერესებდა აღმოსავლური ფილოსოფია და აღმოსავლეთის ლიტერატურა და აღმოსავლური კულტურა, რომ კორეული და ჩინური სხვადასხვა ენა არის, მიუხედავად იმისა, რომ დამწერლობაც ასევე სხვადასხვა იეროგლიფებია, მან მითხრა პირდაპირ, მე მაქვს პრაგმატული გათვლა. მე შევისწავლე ეს ენები იმისთვის, რომ თურქეთს და ჩინეთს შორის თურქეთს და კორეას შორის არის ძალიან დიდი ეკონომიკური კავშირები და მე სამსახური მუდამ მექნება გარანტირებული. ხო, აი ამას ნამდვილად ეს არ დაეკარგება თუ ვინმე ისწავლის და სხვა მიმართულებითაც რა. ამიტომ დღეს საქართველოს არის გზაგასაყარზე. გზაგასაყარზე არის რომელიც არ უნდა დაიხრჩოს აი იმ ჭაობში, რომელ ჭაობშიც ვიხრჩობით 35 წელიწადია, რაშიც ახლა უკრაინა არის და ტრაკის უფლების ხალხის ჭკუაზე უნდა ვიაროთ და უნდა მივიღოთ აი ესეთი საზოგადოება, რომელსაც თქვენ ხედავთ TV პირველზე, და რუსთავი 2 იქნება თუ ეს ფორმულა და ასე შემდეგ, და უნდა გამოვიდეთ